თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიობ. სიტყვა იესე, მაშინ ეტყოდა იესუერსა მას და მოწაფეთა თვისთა და ხრქვა, საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისევლნი. ყოველსა რაოდენსა გეტყოდიან თქვენ დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთა ებრნუ იქმთ, რამე თუ თქვენ და არ აყვიან 23, 1-3. ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყნა და სირცხვილეულნი წარგზავნა და წინა ის წარმეტყველი ქადაგადუფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კვალადერსა მას ასწავებ და აღსრულებად სწავლათა მათ სჯულისათა, რაითა ვერ ვინ თქვას, თუ წინა მდგომიყო სჯულისა. რამე თუ ესოდენი კრძალულება იგანუწესა მცნებათა მათ სჯულისათა, ვიდრეღა დრკუთა მათ და ბილწთა მოძღვართა მათთა მორჩილობა იამცნო. რაოდენსა გეტყოდიან თქვენ დაიმარხეთ და ყავთო, ხოლო საქმეთა მათთა ებრნუ იქმთ. ჭეშმარიტად ბოროტ იყვნეს საქმენი მათნი და ყოველივე მოქალაქობაი მათი განხრწნილი ვნებათა შინა. და უფრო ისად ესე იყო მიზეზურწმუნოებისა მათისა, ბოროტნი საქმენი და შური და ვეცხლის მოყვარებაი. გარნა ამას ყოველსა ზედა უბრძანავიერსა არა შეურაცხყოფა მოძღვრებისა მათისაი. რამე თუ კეთილ არს საქმე ესე, რაითა მოძღვართა არა შეურაცხყოფდეს ერი, არც ამღდელთა ზედა აუდგებოდის. და ამისთვის ესრეთ ბრძანა უფალმან და არა ხოლო თუ ბრძანა, არამედ თავად მანცა აღასრულა. რამე თუ ესრეთხა განფრთილი იყვნეს ცოდვათა შინა და არავე განიოტნა პატივისა მისგან მღდელობისა, რაითა მათ უმეტესი მიიღონ სასჯელი, არა თუ მოიქცენ და მოწაფეთა არაოდეს ჰქონდის მიზეზი ურჩებისაი. რაითა ვერ ვისსა და ხელ ეწიფებოდის თქუმად, თუ მოძღვარი ჩემი ცოდვილი არს და ამისთვის მეუდევ ვარ. ამისთვის წინა ითვე ესე მიზეზი მოუღო მოწაფეთა უფალმან. და ესე ვითართა მათთვის უკეთურთა და სრულიად წარწმედილთა მოძღვართა, რომელთათვის წამო ვითარმეთ, არ არას იქმან მცნებასა სჯულისასა, მათთვის ეტყვისვეერსა ვითარმეთ, ყოველსა რაოდენსა გეტყოდიან თქვენ დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთა ებრნუ იქმთ. არამედ სიტყვათა ისმენდით, რამე თუ არათვისა იტყვიან, არამედ რაი იგი ღმერთმან მოსეს მიერ განაწესა. და იხილე რაბამითა პატივითა პატივსცემს მოსეს, რაითა გამოაჩინოს ერთობა იძველისა და ახლისა სჯულისაი, რამე თუ დაჯდომისათვის ხოლო საყდარსა მოსესა შერაცხილყნა მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, რომელთა თანა კეთილი არც ერთი იპოებოდა, და უბრძანაერსა მორჩილობა იმათი. ხოლო ოდეს გესმას, თუ ყოველსა რაოდენსა გეტყოდიან თქვენ დაიმარხეთ და ყავთ, გულისხმა ყავ ვითარმეთ ყოველსა კეთილსა იტყვის და სარგებელსა სულისასა და რაოდენსა თავადი განაწესებდა, არა თუ ამას იტყვის, თუ ურსჯულოებასა თუ რასმე გეტყოდინ ისმენდით. ნუ იყოფინ. ანუ რაოდენი თავად მან დახსნა, ჭამათთათვის და შესაწირავთა და ესე ვითარისა რა ისმე. რამე თუ რომელი დახსნა, ვითარმცა ეტყოდა, თუ ერჩთით მას ესე ვითარსა ზედა? არამედ ყოველსავე, რომელსა გეტყოდინო განშორებისათვის ცოდვისაგან და კეთილისა საქმისათვის, დაღაცა თუ იგინი არა იქმან, თქვენ იქმოდეთ. თქواس ვინმე ვითარმეთ, უკვე თუ ეგრეთ არს რა და რა თქვა, თუ რაოდენსა მოწაფენი ჩემნი გეტყოდინ იქმოდეთ, არამედ მწიგნობარნი და ფარისეველნი ახსენა. ერთად რამე თუ არა იყო ჟამი პირველ ჯვარცუმისა ამის პირისა შემოღებად, და მეორედ ამისთვის რამე თუ ეგულებოდა ძლიერად მხილებაი მათი, რაითა ვერ ვინ თქვას უგუნურთაგანმან, თუ პატივისა მათისა მიღებად სწადის. ანუ თუ შურს მათი წინამძღვრობაი და ამისთვის ესრეთ შეასმენს. პირველად უკვე ესე იჩვი განაქარვა და ამცნოერსა ვითარმეთ, დაღაცა თუ საქმენი მათნი ბოროტ არიან, გარნა უკვე თუ კეთილსა რას გეტყოდი, ნუ ურჩექმნებით, და მერმე იწყო მხილებად.
ხოლო რაისათვის ესრეთ მრავალი მხილებაი და გრძელი წარმოთქვა მათთვის. რაითა ეს მასერსამას და არ ახბაძვიდნენ საქმეთა მათ ესე ვითართა, ვითარცა დაწყებასავე თქვა ვითარმე, საქმეთა მათთა ებრნუ იქმთ. ესრეთ უკვე პატივიცა იგი მათი შეურაცხება იყო, რამე თუ რაინცა იყო უსაწყალობელეს მოძღვრისა მის, რომლისა საქმეთა არაბაძვად თანაედვას მოწაფეთა. ამისთვის ესოდენი იგი ბრალობაი და მხილებაი მათი წარმოთქვა. და კვალად რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ პირველიცა იგი ურწმუნოებაი და შემდგომიცა იგი განდგომილებაი და კადნიერებაი ჯვარცუმისაი მათისა მის უმადლოებისა და უკეთურებისაგან იყო და საქმეთა მათთაგან ბოროტთა. აციხილე, ვინა იწყებს მხილებასა მათსა და სადა აღვალს. წახ არებაი, რამე თუ თქვიან და არა ყვიანო, 23:3. თარგმანი, ყოველივე უკვე გარდამავალი სჯულისაი სასჯელისა ღირს არს, ხოლო უფრო ისად რომელსა ჰქონდის პატივი მოძღვრებისაი, ერთად გარდასვლისათვის მებრ სჯულისა, მეორედ რამე თუ თანაედვა სხვათა განმართებაი, ხოლო იგი სახე ბოროტის ექმნების და უმეტესისა სასჯელისა თანამდებარს. ისმინეთ უკვე სხვაიცა ბრალობაი მათისა მის ვერაგობისაი. წახ არებაი, შეკრიან ტვირთი მძიმე და ძნიად სატვირთავი და დასტვიან მხართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნემ შეძრვად იგი 23:4. თარგმანი, ორკერძო არსაქა ბრალი, უწყალო დამძიმებაი სხვათაი და ურიდად უდებებაი თავთათვისთაი. ხოლო სულიერსა წინა მძღვარსა წინა აღმდგომი ამის საქმისაი უხმს ქმნად, რაითა თავისათვის ისათვის ფიცხელი და უწყალო იმსაჯული იყოს, ხოლო სხვათა მიმართ მშვიდ და მოწყალე. გარნა იგინი არა ესრეთ იყვნეს. ამისთვის არა თქვა თუ ვერ ძალულც არამედ, არა უნებნო არცა თუ თითითა შეძრვად. წახ არებაი და ყოველსა საქმესა მათსა იქმეთ საჩვენებელად კაცთა, განივრციან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსლისა მათისანი 23:5. თარგმანი, ზემოთქმულნი იგი უწყალოებასა და ულმობელობასა მათსა გამოაჩინებენ და ფრიადსა და ხსნილებასა, ხოლო აცძუაობასა და ამპარტავანებასა მათსა ამხილებს. ამან განაშორნა იგინი ღმრთისაგან და ყნა მონა სოფლისა და კაცთა, უფრო ისხავ თქვა, თუ მონა ეშმაკთა. ხოლო ამხილა რაი ზუაობაი მათი გამოაჩინებს ვითარმედ არა თუ დიდთა რაიმე საქმეთა ზედა ზუაობდეს, არამედ უნდოთა და მცირეთა. განივრციანო საცონი მათნი და განადიდნიან ფესუნი სამოსლისა მათისანი. ხოლო რაი არიან საცონი იგი და ფესუნი. ვინაიდან ზემოითვე ხურიანი უმადლონი იყვნენ და მარადის დაივიწყებდეს ქველის მოქმედებათა ღმრთისათა, ამისთვის ბრძანა ღმერთმან, რაითა მცირე საგრაგნილსა ქარტასა ზედა დასწერდნენ დიდ-დიდთა მათ საკვირველებათა ღმრთისათა, რომელნი ქმნა მათ ზედა, და გამოაბმიდან ხელთა მათთა მოსახსენებელად მათდა, და მას წერილსა ეწოდებოდა საცო. და კვალად ფესვიცა იგი მოსახსენებელივე იყო, ვითარცა მრავალნი მოვიწყენი იქმან ფესუსა მოიბმენ თითთა მოსახსენებელად საქმისა რაისამე. ეგრეთვე ხურიათა ვითარცა ყრმათა მოვიწყეთა უბრძანა ღმერთმან ფესვისა მეწამულისა ქუექუემოსა სამოსლისასა გამოკერებად, რაითა ხედვიდან მას და მოიხსენებდნენ ცნებათა ღმრთისათა, და ეწოდებოდა მას ფესვედი. აც უკვე მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი ზუაობისათვის განავრცი, ანდა შეამკვიან საცონი იგი და განადიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი, ცნებათა ღმრთისათა არა მოიხსენებდიან, რომელთათვის მოსახსენებელად იგი განწესებულიყო, და საცოთა მათ და ფესუთათვის ზუაობდიან. ჰოი ფრიადი იგი უგუნურებაი მათი. ხურიანო, ცოფნო და ბრმანო, არა თუ განდიდებასა საცოთა მათ და ფესუთასა ეძიებს ღმერთი, არამედ ხსენებასა სასწაულთა და მცნებათა მისთასა.
უკვე თუ მარხვისათვის და ლოცვისა და ქველის საქმისა რომელეს ეშრომანი არიან ჩვენი ზუაობაი არა ჯერ არს შენ საცოთათვის და ფესუთა რასახ ზუაობ რომელნი იგი უფროისად უდებებასა და უმადლოებასა შენსა წამებენ ისმინეთ უკვე სხვაიცა უძვირესი ზუაობაი მათი სახარებაი უყვარს ზემოჯდომაი სერსა ზედა და პირველდაჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა და რაითა ხადოდნენ კაცნი რაბი 23 6-7 თარგმანი ესე ვითარნი ესე ზუაობანი დაღაცა თუ ვიეთმი მცირედ და უნდათ შეურაცხიენ არამედ მრავლისა ბოროტისა მშობელ არიან და მიზეს და მრავალნიშფოთნია მათგან იქნებიან ქალაქთა შინა და ეკლესიათა რომელნიცა მოვიხსენე რაი ცრემლა დავიძრვი თუ რომლისაღა ცუდისა საქმისათვის ესე ვითარნი უწესოებანი იქნებიან რომელთა არცა თუ ჯერ მიჩნს აღრაცხვად გარნა დაღაცა თუ მე დავიდუმო მრავალთა მიერ საცნაურ არიან აციხილეთ მათი იგივე რაგობაი სიტყვით მოძღვარნი იყვნენ სათნოებისანი რეცა და საქმით სახენი იყვნენ ყოვლისა ზუაობისა და ამპარტავანებისანი ამისთვის უფალმა სხვანი იგი ცთომანი მათნი ამხილნა ხოლო და თანაწარ ხდა ხოლო მორაივი და მთავრობის მოყვარებისა მათი სახსენებად რომელესა ყოველთა ბოროტთა მიზეზი არს განგვაკრძალებს და ითქვის სახარებაი ხოლო თქვენ ნუიწოდებით რაბი რამე თუ ერთი არს მოძღვარი თქვენი ქრისტე ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ 23:8 თარგმანი ჭეშმარიტად ძმანი ვართ ყოველნი და არ არაი ვისაქოს ბუნებით უმეტესი მეორისა გარნა თუ ღმრთისა მიერ აქ უნდეს რაიმე მადლი ხოლო ბუნებით ყოველნი სწორ ვართ ამისთვის პავლე იტყოდა რაი არს პავლე ანუ რაი არს აპოლო ანუ რაი არს კეფა მსახურნი არიან არა თქვა თუ მოძღვარნი არიან არამედ მსახურნიო რომელთაგან თქვენ გრწმენა პირველი კორინთელთა მიმართ 3:5 სახარებაი და მამით ნუის ხადით თქვენ ქვეყანასა ზედა რამე თუ ერთი არს მამაი თქვენი რომელი არს ცათაშინა 23:9 თარგმანი ესე თქვა არა თუ რაითა არავის ვრქვათ მამაო არამედ რაითა გულისხმობთ თუ ვინ არს ჭეშმარიტი იგი მამაი რამე თუ ვითარცა მოძღვარ ერქუმის მრავალთა არამედ ჭეშმარიტი მოძღვარი ქრისტეი არს ეგრეთვე დაღაცა თუ ერქუმის კაცთაცა მამაი არამედ ჭეშმარიტი მამაი არავინ არს გარნა ღმერთი რამე თუ იგი არს მიზეზი ყოველთა მოძღვართა და მამათაი და კვალად ითქვის სახარებაი ნუცა გერქუმი თქვენ წინამძღვარ რამე თუ ერთი არს წინამძღვარი თქვენი ქრისტეი 23:10 თარგმანი ვითარცა ზემო თქვა ვითარ გგონიეს თქვენ ქრისტესთვის მათე 22:42 და არა თქვა თუ ვითარ გგონიეს ჩემთვის ეგრეთვე აქა ითქვის ვითარმეთ ერთი არს წინამძღვარი თქვენი ქრისტეი და არა თქვა თუ მე ვარ რამე თუ საქმენი ქადაგებდეს ვითარმედ იგი არს და სიტყვაი არა სახმარიყო უფროისად მოწაფეთა მიმართ რომელნითვის ითა პირითა წამებდეს ვითარმედ შენ ხარ ქრისტეი ძეი ღმრთისა ცხოველისაი მათე 16:16 ხოლო ესეცა ვთქვა ამას ადგილსა რაიმე ღვან ანუ რაი მოგვიგონ მათ რომელნი პოებენ წერილთა შინა მამისათვის ვითარმედ ერთ არს ღმერთი და უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს მეორე სჯული 6:4 ანუ სხვაი რაიმე ესე ვითარი და მოიღებენ სიტყვათა მათ წამებად და კნინებისათვის მხოლოდ შობილისა ძისა ღმრთისა იტყოდინღა არა წინამძღვარ არს მამაი ჰე ჭეშმარიტად და ვინცა იკადრა ამისა უარყოფად ხოლოაც ესე რა თქვა უფალმა ვითარმედ ერთი არს წინამძღვარი თქვენი ქრისტეი
აც უკვე ვითარცა სიტყვა ესე თუ ერთი არს წინამძღვარი თქვენი ქრისტე არა განიყვანებს მამასა წინამძღვრობისაგან ეგრეთვე ოდეს თქვას წერილმან მამისათვის თუ ერთ არს ღმერთი გინა თუ უფალი ანუ მოძღვარი არა განიყვანებს ძესა პატივისა მისგან. რამე თუ ერთი რა იგეს მას განყოფილად კაცთაგან და სხვათა ყოველთავე დაბადებულთაგან გულისხმატყავ. ხოლო მამაი და ძედა სულიწმიდაი ყოვლითავე პატივითა და დიდებითა და მეუფებითა ერთ არიან და განუყოფელ. ხოლო შემდგომი ესე სიტყვაი ვისმინოთ. წახ არებაი, უდიდესი თქვენი იყოს თქვენ დამსახურ. რამე თუ რომელმან აღიმაღლოს თავითვისი დამდაბლდეს და რომელმან დაინდაბლოს თავითვისი ამაღლდეს 23, 11, 12. თარგმანი ვინაიდან ამცნო კრძალვაი ზუაობისაგან და განშორებაი თავთათვისთაი ამ პარტავანებისაგან, აც კვალად ასწავებს, თუ ვითარსახედ იყოს კრძალვაი და განშორებაი ბოროტისა მისვნებისაგან. ამისთვის ბრძანებს ვითარმეთ, უდიდესი თქვენი იყოს თქვენ დამსახურ და ნუნცა რაც შეურაცხიეს უდიდესობა იგი. რამე თუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავითვისი დამდაბლდეს და რომელმან დაინდაბლოს თავითვისი ამაღლდეს. და ნამდვილე არარაი არ სწორ სიმდაბლისა. ამისთვის ზედა ისე და აღუხსენებს ამას სათნოებასა. რამე თუ პირველ მთასა ზედა დაწყება მოძღვრებისა მის კეთილისაი ამისგან ქმნა, რა ჟამს ეტყოდა, ნეტარიყვნენ გლახაკნისულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათაი. მათე 5:3 და კვალად ოდეს ყრმანი იგი შორის წარმოადგინა და თქვა, უკვე თუ არა იქნეთ ვითარცა ყრმანი ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა მათე 18:3 სიმდაბლესა ქადაგებდა. და აც კვალად სრულიად აღმოფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დახნერგავს სიმდაბლესა, რომელმან დაინდაბლოს თავითვისი იგი ამაღლდესო. ხედავა ვითარ სრულიად განგვაშორებს ზუაობისაგან. არა ხოლო თუ მთავრობისა და წინამძღვრობისა სიყვარულსა განაგდებს, არამედ ყოველთა უდარეს ყოფად გვიბრძანებს, რაითა ესრეთ მივემთხვინეთ ჭეშმარიტსა მას სიმაღლესა. აც უკვე თუ წინამძღვრობაი და უხუცესობაი გუწადის სიმდაბლე და შეურაცხებაი შევიტკბოთ, რამე თუ ყოველმან რომელმან დაინდაბლოს თავითვისი ამაღლდეს. სწავლაი ობსიმდაბლისათვის და ცხოვრებისათვის მონაზონთა ისა. სადა მე უკვე ვპოვოთ სახე ჭეშმარიტისა მის სიმდაბლისაი. გნებავსა რაითა კვალად წარვიდეთ ქალაქსა სათნოებისასა, საყოფელსა წმიდათა მათ მონაზონთასა რომელნი ზემოვახსენენ. თათა და ქვაბთა ვიტყვი და ხურელთა ქვეყანისათა, სადა იგინი მკვიდრარია. მუნ ვიხილოთ სიმაღლე სიმდაბლისაი სიტყვისა ებრუფლისა. რამე თუ კაცნი სახელოვანი პატივთა შინა სოფლიოთა სხვანი სიმდიდრესა შინაფრიადსა აღზრდილნი, უარყოს ყოველივე იგი და შეკრებულ არიან უდაბნოსა მას, განშიშულებულნი ყოვლისავე ფუფუნებისაგან. სამოსელთა წილბრწყინვალეთა ძაძაი და ხალენები და თხისა ტყავები შეუმოსიეს, ტაძართა წილოქროქანდაკებულთა ქვაბნი და ტალავარნი უნდონი გამოურჩევიან. მრავალთა მსახურთა და მონათა წილთავნი თვისნი სხვათა და დაუმონებიან და ყოვლით კერძო ყოველივე წესი და სახე ზუაობისა და სიმაღლისაი სიმდაბლედ და შეურაცხებად შეუცვალებიეს. იგინი აგზებენ ცეცხლსა, იგინი კრებენ შერშასა, იგინი მზარაულობენ, იგინი მსახურებენ მომავალთა, იგინი ხბანენ ფერხთა უცხოთასა. არა ისმის მუნხმაიდრტვინვისა ანუ ლალვისაი, არავის ეწოდების დიდ მათ შორის, არამედ ყოველნი სიმდაბლესა აღირჩევენ და უდარესობასა სხვათასა. არავინ უბრძანებს მოყვასა ხელმწიფებით, არამედ ყოველნი ისწრაფიან მსახურებად.
ერთი ტაბლაი არის ყოველთაის სწორი ჭამადი, სწორი სამოსელი, სწორი საყოფელი და დიდ მათ შორის იგი შერაცხილ არს, რომელი უდარესთა საქმეთა აღირჩევდეს. არა ითქმის მათ შორის ჩემი და შენი, არამედ სრულიად ოტებულ არს მათგან ესე სიტყვაი, მიზეზი ბევრეულთა ბრძოლათაი. და რად გიკვირს, თუ ერთი ტაბლაი არის ყოველთაი და ერთი ჭამადი და ერთი საყოფელი. უფრო ისად ესე გიკვირდინ, რომელ სული მათი ერთ არს. არა ბუნებითა ვიტყვი, რამე თუ ესე ყოველთა კაცთა შორის არს, არამედ წესითა მით სიყვარულისაითა. არა არს მუნ სიმდიდრე და სიღატაკე, დიდებაი და შეურაცხებაი. ვინაიდან უკვე ესე ყოველი ესრეთ არს, ამისთვის არა იპოების მათ შორის ზუაობაი და სიმაღლე, არამედ ყოველივე სიმდაბლე. არიან უდიდესნი და უმცირესნი წესითა მით სათნოებისაითა, არამედ ვითარცა ვთქვა, არავინ მათ შორის ხედავს ამას, არამედ რაოდენცა მაღალი ყოს სათნოებითა უდარეს ყოველთასა აქვს თავითვისი. და სიქადულ მათ და არს შეურაცხებაი საქმით და სიტყვით და სიხარულით თანაერევიან გლახაკთა და მწუხარეთა და ტაბლაი მათი ესე ვითართა პურის მტეთაგან ახსავსე არს. ამისთვის ღირს არიან ზეცისა სავანეთა. რომელიმე ჰკურნებს წყლულებასა გონჯთასა, სხვაი აღიქვამს წვირშემოსვლელთა, სხვაი წინა უძღვის ბრმასა. ამის ყოვლისაგან შემოუკრბების მათ სათნოებაი სიმდაბლისაი, რამე თუ ყოველსავე საქმესა მათსა აღმაორძინებელად სიმდაბლისა იქმან. და ვითარცა ესე ჩვენ შორის მოსწრაფებაი არს, თუ რომელიმე ემთხვიოს უმეტესსა პატივსა, ეგრეთვე მათ შორის მოსწრაფებაი არს სიმდაბლისათვის და უხდებიან ურთიერთას, რომელმან უმეტესი მსახურებაი და შეურაცხებისა თავსდებაი აჩვენოს. ამისთვისცა ადვილად მოიგებენ სიმდაბლესა, რამე თუ ყოველნი საქმენი მათ ნიმდაბალ არიან, რომელსა მესათხროლი აქვს და ქვეყანასა თხრის, რომელიმე ნერგსა ასხამს და რწყავს ბოსტანსა, სხვაი უძლურთა მსახურებს, სხვაი სფირითსა კერავს, სხვაი ქსოვს ძაძასა, ანუ სხვასა რასმე ესე ვითარსა იქმს და ცხოვრებაი მათი არს გლახაკობით, შიმშილითა და სიშიშულითა. ვითარ უკვე პოს ესე ვითართა მათ შორის ზუაობამან ადგილი. ნუ იყოფინ. არა არს კვალი მისი მათ შორის, რამე თუ საყოფელი მათი უდაბნოი არს და საქმენი მათნის სიმდაბლისა მომგებელ. რამე თუ ჩვენ ადგილნიცა და საქმენი და საყოფელნი ყოველნივე ზუაობად მიგვიზიდავს, გარნა არავე გვაქვს ამისგან მიზეზი განმამართლებელად ზუაობისა ჩვენისა. რამე თუ აბრაჰამ შორის ქანანელთა იყო და შეერაცხა თავითვისი მიწად და ნაცრად, დაბადება 18, 27 და დავით მეფობასა შინა იყო და იტყოდა, მატლ ვარ და არა კაც, ფსალმუნი 21:7 და პავლე ყოვლისავე სოფლისა მოძღვარი იყო და იტყოდა, მე ვარ ნარჩევი მოციქულთაი, რომელი არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად. პირველი კორინთელთა მიმართ 15:9. აც უკვე რაიმე ვხოთ ჩვენ, რომელნი არცა ძველთა სახეთა სათნოებისათა ვბაძავთ, არცა ახალთა ვეშურებით. აღმოიკითხენ, კაცო, წერილი და მიიღენ სახენი სიმდაბლისანი ყოველთაგან წმიდათა. უკვე თუ არა უწყით წერილი, არცა გასმიეს წიგნთაგან სათნოებანი პირველთა მათ წმიდათანი, ესე მებბრალობაივე არს შენი, რომელ ეკლესიაი დღითი დღე განღებულ არს და შენ არა შეხვალსმენად კეთილთა მათ თხრობათა. თვინიერ რაღაცა თუ პირველთა წმიდათა საქმენი არა გასმიენ, ცხოველნი ესე დააწვე სოფელსა შინა მყოფნი იხილენ. უკვე თუ არა გაქვს წინამძღვარი, მოეთ შემომიდეგმე და მიგიყვანო სავანესა მათ წმიდათასა. მივედ მუნ და ისწავე კეთილი. სანთელნი არიან იგინი, განმანათლებელნი სოფლისანი, წყუდენი არიან მორწმუნეთანი. ამისთვის განვიდეს უდაბნოთ, რაითა ჩვენცა გვასწავონ ამბოხებათაგან განშორებაი.
რამე თუ მათ ვითარცა ძლიერთა არავე ევნებოდა ხელვათაგან სოფლისათა, ხოლო შენ უძლურსა მაგას გონებითა უფრო ისად გიხოს მყუდროებაი, განშორებაი სოფლისაგან, რაითა არა დაინთქა ხელვათა შინა მისთა. ნუ გცონის უკვე ზედა ის ზედა მისვლად ნეტართა მათ მიმართ, რაითა ლოცვითა და სწავლითა მათითა ბილწებანი ცოდვისანი განიბანე და მერმე ჰეთუსა და შეუძლო თანამოსაგრე მათ და ყოფათ. რაითა ესეცა ცხოვრება იკეთილად აღასრულო და ზეცისა სასუფეველსა მკვიდრყოფად ღირს იქმნე ქრისტე იესუის მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.